ირაგი, ნახე, შენ რო სალათა გიყვარს ის გაგიკეთე. გასინჯერა გემრიელია. აბა, მანახე ბეგურა, მეცა. როგორია? რა ვიცი, რო შეხედავ ლამაზია, მარიკა. აი, მეც ძალიან მოწონს. მოხვედი დათუჩა? სად იყავი დათუჩა? უბანში იყავი? რა ქენი დათუჩა? მიალაგე უბანი? შემაგიხარ ეხა კიდე რა? ერთხაც იქნება მოკლა იმ გოშაძების საფეხაცაც. აი, რა იყო და ამ საფეხით როგორ ახერხებს მაგნეს და ნერვები მაგნეს. დამოგროვებ ამ იმას და ნაკავს ერთად გიოს დადგება ორ ფეხს და ამ უკანა ფეხით ასე ქიქავ. კარგი ხო? კარგი, შენ კიდე რა მოგივიდა რა? შეიძლება ყველაფერზე ზუზუნი და ისა ბუზღუნი. მართალი ახლა ფიროსმანი ვერ გახთი, მაგრამ ფიროსმანის მეეზოვეს ხო აჯობე არა? კარგი რა. დათუნა, მოდი ნახე. აი, შენ რომ გიყვარს ის სალათი გაგიტანე შენ. აი, გასინჯერა გემრიელია. გასინჯერა. კარგია. ძალიან. ბავშვებს არ ეჭვმევთ ეს? არა, დათო, ბავშვებს თავის საჭმელი აქვს რა. შენ შეგიძლია რამდენიც გინდა, იმდენი ჭამ. აი. არა. ეხლა არ მინდა. ეხლა არ მინდა. მაზეკ შევჭამ, მაზეკ. მალოა. მაზეკამდე ხო დაგვიქნე. ალო. დიახ. გამარჯობა. პოლიციიდან რეკავთ. დიახ, დავალაგე. დიახ, ყველაფერი დავალაგე. ისიც დავალაგე დიახ, ქვემოთაც. უკმაყოფილო? რას ამბობთ? პირიქით, კმაყოფილი ვარ, გადარეული ვარ, ისეთი კმაყოფილი ვარ, რა? თუ ასია კიდე დამიმატებ დუბლებს. არა, როგორ გიადრევათ, არა, მადლობთ, არა. გამიხარდა, გახარებული ვარ. დიახ, აუცილებლად. მადლობთ. კარგად ვზანდებოდეთ, კარგად. კარგი რა ირაკლი ეს მიტომა ხარა. დათუჩა, რა მაინტერესებს ისე? ახლა ეს მეზოვის მუნდირი უნდა გეცვას მთელი დღე, ხა? აი, მოცილი აქედან ეს რა. აღარ შემიძლია რა. ეხლა ეს გამიხდა კიდე დასალაგებელი ირაკლი რა. მარიკა, რამე პერანგი მომიძებნი და გეხოწე. მოგიძებნი, შენ მითხარი და მე რომელ პერანგსაც გინდა გაგიგუთმობ პერანგს. რა მნიშვნელობა აქვს მარიკუნა? რა მნიშვნელობა აქვს რომელს გაუთავებ? მაინც იმ მუნდირის ქვეშ უნდა ჩაიცვას და შენ რომელს გინდა ის გაუთავე. მითხარი, მოგიტანე. დათუჩა, ეს რა? რა არის და ნურსმიანი ჯოხი მერხი რა? ნურსმიანი ჯოხი? პლასმასის ბოთლებს ვაღროვებ. ნახე,
ნახე მარიკუნა, როგორ წინ წავიდა ჩემი დათუჩა. როგორი წარმატებული ბიჭია. ყოველ დღე თითო ნაბიჯით წინ მიდის. გუშინ წინ ბლეკბერი ქონდა. ხო და დღეს აქ ლურსმნიანი ჯოხი. არაჩვეულებრივია. რა ვიფიქრე იცი? შენ ხო ხარ ესეთი წარმატებული მონადირე. ხო და თოფი რა გათქინდა? დათუჩა, წადი რამე კაი მშვილდი იშოვე. ხო? მშვილდი ეს ის არის მოზიდე ასე. ასე მოზიდე ასე გავკალე შემუთე ტახსა შიგიბაში აქ საძილე არტერიაში. არის რა მარიკა. უთხარი გეხოცები დამანებოს თავი რა. ის და დეპრესიაში ვარ ჩაბარდნილი რა ეხლა რა. მეც მიდა კიდე რა. რა კიდე თავი მომიკლა კიდე რა. რა თავი უნდა მოიკლა გაგიჟდი? შენ თავს ვერ მოიკლავ დათო. რატო? იმიტომ რომ თოფს რო დაიმიზნებ ააცილებ მაინც. ააცილებ და როგორ მოიკლავ თავს? სამაგიეროდ ხმაურზე შემოვა საშა. ხო და საშა მოგკლავს მე. რა გეშველება რა გეშველება რა მარიკა მე ქალაქგარეთ უნდა გავიდე აუცილებლად სადმე. გაგიჟდი დათო, რა ქალაქგარეთ უნდა გახვიდე? ხო, იცი რომ არ შეიძლება შენი ქალაქგარეთ გასვლა დაგიჭერენ. ვინ გაიგებს იქ? რას ქვია? მე ვეტყვი. შპიონი ხარ. შპიონი ხარ და ჩამშვები. ჩამშვებო. მოდი. მომისმინე ხა ირაკი. ხო ხედავ რომ ნერვიულობს ადამიანი რა. შენ ხა ნეცად რაღაც მოიფიქრო, გაამხიარულო დათუნა. გამატარები ყურა. მოფიქრებული მაქვს უკვე. მიდი. ვიცი მე მასაც გამხიარულებს. მიდი. ვის უნდა მივცე მე 20 ლარი, ჰა? დათუჩა. ხოჩო. ნახე. 20 ლარი მოგიტანე. არ მჭირდება მე შენი ფული. 40. არ მინდა. 80. არ მინდა. 160. არ მინდა? 300. 320 უწევდა ეხა. ფულს მიტეხა ხო? მე გიტეხავ შენ ფულს, ხო? დიახ. მე გიტეხავ ფულს. ძალიან კარგი. აჰა. იმ 20 ლარსაც აღარ მოგცემ. 10 ლარი გეყოფა შენ დღეს. გამომართვე. მეტის ღირსი არ ახარ. მიდი. მიდი. აი მარიკა. ფული მარიკა. ბევრი ფული მარიკა. მაიმუნი. მაიმუნი და მასხარა ხარ. რა სუყურებს რა? რიო დე ჟანეიროს ხედებია ნახე რა. აი მე როგორ მინდა ბრაზილიაში დასვა, მაგრამ ალბათ ვერასოდეს ვერ წავალ რა. კარგი, ნუტირი ხარ. აჰა, გადავრთავ. ეს არის მცხეთა, მაგრამ ახაც ვერ წახვალ. ირაკი. რა გთხოვე მე შენ? რამე მოიფიქრე ისეთი მეტი რომ გაამხიარულა, რა საკეთებ? მოიფიქრე უკვე. რა მოიფიქრე? მომეცი ტელეფონი. ეხლა ვარ? მომეცი ტელეფონი. მოგაქვს მარიკა ტელეფონი? მომეცი? მოფიქრებული მაქვს, მარიკა, აბა შეგონია მე რას ვაკეთებ აქ ამ ხელაგაც. აჰა. ალო? გოგი? კეთევან. კეთევან. სახში ხარ კეთევან? ხო, სახში. ლაშიკო, გაიღვიძე? ლაშიკო, მიდი რა გეხვეწები, მაღაზიაში ჩადი რა, შაქარი აღარ გვაქვს და ამოიტანე, კარგი? აუ, კარგი რა კეთევან, რა მაღაზიაში შეხედე რა ამილია. მოღრუბლულია, მზე არ არის, სადაც იწვიმებს. მიდი გეხვეწები, შენ მაღაზიაში ჩამეგზავნე და მე შენთვის რაღაც სიურპრიზი მაქვს. აი, სანამ შენ გეძინა, მე ესე გამოვიპარე საძინებლიდან და ხაჭაპური გამოგიცხვე, ხო გიყვარს ჩაისთან, ა? როგორ გამოიდარა, ხედავ კეთე. რადგან აღარც ის ღრუბლები არ არის, ცაც მოიწმინდა მშვენიერი ამიდე, ჩავალ, შევჭამ და ჩივალეგრებე, კეთე. ლაშიკო. აი, ხაჭაპური და ჩაი, აი შენ რო გიყვარს ყველაფერი ისე გავაკეთე. ნახე როგორი გემრი. ეხლა შენი საყვარელი სეზონი მოდის. ახალი კარტოფილი შემოვა, ახალი ტყემალი ხო გიყვარს? შენ დილიდან კეთევან. მე და ერთ გაზაფხულზე ახალი თამარი შემოვიდოდეს და არ მინდა მეტი არაფერი. ბედი შენი რო შენ ხასიათზე არა ვარ, ალაშა. შენ ხასიათზე არ არის. მოვიდა ქალისაშა.
რა უნდა გელაპარაკო ეხლა შენ? ქეთინო. ბატონო. ქეთინო, ჩემი ვახუნა ხო არ გინახავს? დინ ვახო. ხა? დინ ვახო. ჩემი ვახო. ჩემი. ვინ შენი ვახო თამა? ვახო. ნუ გამაგიჟეთ ხალხნო, ჩემი საქმრო, ვახო. ვაიმე, ქეთევან. ნახე, ეთყობა სულ გათხოვებაზე რო ფიქრობს, გულში ჩაყვადა რაღაცა. ვაიმე, საწყალი. თამრი ეთყობა დაგესიზმრა, თამრი რაღაც სიზმარი ნახე და ნუ გეშინია, თამრი გამოჩდება, თამრი აბა რა სიზამ შენი შესაფერისი ბიჭი. ვახო ერქმევა ალბათ. ვახო, ეთყობა ვახო. თანახე როგორ უხდება თამარი და ვახო. ვახო და თამარი. ქეთინო, კარგით რა ხალხნო, კარგით რა. გიშს გავარ რა. გავიღვიძე და დილით არისო ვახო. აიმე. კარგი, თამა, რა მოხდა? რას ნერვიულობ? აბაზანაში ნახე. ვნახე და არ არის. არ არის? არ არის. სასწრაფოდ ხელი სატომბი გვინდა. ხო, ხელი სატომბი. წყალი წაიღებ და ამოუტუმბო ჩქარა. კარგი, იხარ გავიცნიათ გვეყოფა, კარგი, ხო ხედავ ნერვიულობს. წავიდა, ვახო, სად წავიდა? თამარ, რა განერვიულებს? აქ არის ჩვენთან სამზარეულოში რაღაც ახალი კერძი მოვიფიქრე და უნდა გაგასინჯოთ. მიდი ნახე. ვახო. მოგატყუე თამარ, მოგატყუე. არა, ვითომ მოგატყუე თამარ, მანდა. რა მომატყვე? არის ვახო. არა, შენ ვერ გაიგე თამარ, მე მოგატყუე რომ ვითომ მოგატყუე. აიმე რა ვქნა, ვერ გავიგე ქეთინო. რა უნდა ქნა თამარ, რა უნდა ქნა? მიდი სამზარეულოში წვენი გამომიტანე. ვიტირო. რატო უნდა იტირო? რატო უნდა იტირო? გამაგებინე, ეხლავე მოგიძებნი ვახოს, აბა რას ვიზამ? გამართული აქვს ტელეფონი. მეორე ნომერზე დავურეკა, ვლაშიკო, შენ ერთი უკრაინის კოდი შემახსენე. მიდი. ქეთევან ისე ამ ხუმრობას ჯობია შენის ჩემი ლურჯი პერანგი გამიუთოვო. ხო, აბა ეხა თამარის ქორწილში ისე ხო არ წავალა რა, გასაუთოვებელი. რა ქორწილი ადამიანო, ვახო გაქრაო, ვახო! კარგი, ქეთევან, მართლა ნუ რა არის ეხლა? ნუ გასაგებია, მაგრამ მაინც უნდა გამიუთოვო ის პერანგი. იმიტომ რომ მაიას ქორწილშიც ვერ წავალ დასაუთოვებელი გაბა. აიმე ვახტარ კვარაცხელი, აი ამ ლოქოს დასაცინი როგორ გამხადეს, აიდან გავა. რა მოგივიდა? დაწნარდი, დამშვიდდი. ეთყობა ამ ვახოს ხო? მობეზრდა ეს მონური ცხოვრება, ხო და ამ სპარტაკივით აჯაყდა და გაიქცა. საერთოდ შემეშვით რა. კარგი, რა მოგივიდა შენ კიდე, ჩემი და არის, ეზობელი ხო არ არის. მოიცადეთ, სალომე და რა ეგეთ დავიწყო და ეგეც ანანო, ეგეც კი რა ყველაფერი დავიწყო. და ეგრე გავიდა ქუჩაში მე. ოჰო. აუი. სანდრო. მოდი. როგორ ხარ სანდრო? რა ვიცი, მივდივარ და ცოტას ნერვიულობ. მოდი სად მიდიხარ? ლონდონში. ვაიმე, მართალი იყო სალომე რომ ამბობდა ყველაფერი ავიწყდება. სანდრო, ლონდონში კი არ მიდიხარ. ლონდონში სწავლობდი. არა. ლონდონში მივდივარ, იქ უნდა გადავიდე საცხოვრებლად. ხო, წადი სანდრო. კიდე მე რო ჩამოხვალ, მე იტყვი ხოლმე რომ მე ლონდონში ვსწავლობდი ორჯერო. აი, მე რატო არ ჯერა? მართლა მივდივარ, აი. ბილეთი. მივდივარ. იქ უნდა გადავიდე საცხოვრებლად. აბა რა ვქნა აქ, მითხარი? სამსახური ვერ ვიშოვე. თეატრში მართალია უკვე 5 წუთიანი როლი მომცეს, მაგრამ მაინც უნდა გადავიდე იქ საცხოვრებლად. თან რაც ყველაზე მთავარია, სალომე არ მირიგდება. ხო და ესე წავალ და ვიცხოვრებ იქ. მოიცა მართლა ამბობს? აუ არა დარჩი სანდრო. არა, უნდა წავიდე გადაწყვეტილი მაგ. ვაი მე რა შეშინე. მოიცა სანდრო, მარტო მიფრინა? ხო, მე რა პრობლემაა? ბორდგამცილებელს ჩააბარებენ ჩემ თავს როგორც ადრე და ჯერ სტამბულში, მე ლონდონში. ჯერ სტამბულში და მოიცა ეგრე რატო? მოკლეა. მოკლე. სალომე.
გესმოდა ხო ყველაფერი? სალომე, მე მგონი უნდა შერიგდეთ. თორე წავა ახლა ეს ლონდონში და მე რა უნდა ვქნათ? არა, ნანუ, არ შეურიგდები. ხო გეუბნებოდი, არა ყველაფერი ავიწყდება. კარგი რა, სალომე რა, აი ჩემს ავიწყდება. აი მე ბარგის ჩალაგებად. ხო ხედავ, არა, ბარგის ჩალაგებაც კი დაავიწყდა. ხო, მაგრამ რა ვიცი სალომე, მე მაინც მგონია რომ უნდა შერიგდეთ, ჰა? მე ანანო, კარგი რა, რას ნერვიულობ? ვერ ხედავ, მე საერთოდ არ ნერვიულობ. თუმცა რატო არ ნერვიულობ? რატო არ ნერვიულობ? ანანო, მაგას ლონდონში წასვლაც დაავიწყდება, დარჩება აქ. მოკლედ დათო. უკვე ესე იგი მანგლისში გველოდებიან, გავაფრთხილეთ. ხო და მივდივართ მანგლისში. სანადიროდ. შენ ხო გაქვს ტახისთვის ტყვიები? კი, აბა. ხო. ძალიან კარგი. ხო და ისოდი არ შემარცხენ. არა. მე უთხარი რომ გამოცდილი მონადირე მომყავს. არა. აუ რა მაგარი ესე იგი ტახების ჯოგია შემოსულია, ხო? რა მაგარი. კოლტი. კოლტი ქვია მაგას, ტახების კოლტი. 100%-იანია ირაკლი. ხო და ბევრი არიან? ვაშა, ბევრი არიანო, დიდები არიანო? კი. ხო არ შეგეშინდა მონადირე, არა, რა შემეშინდა. რო აცილო, მაინც არ გეშინია? რა უნდა ავაცილო, მოუშვან ჩემთან ნახავთ თუ ავაცილებთ. ლაშა, ჩემთან იქნები ხო ნომერში? კი დათო, კი, შენთან ვიქნები, ნუ გეშინია, თუ რაღაცა, ხო იცი მე რა ტიპი ვარ. ცოცხლად შევჭამეგრე. შეჯა, კარგი, აუ რა მაგარია ეს. სად მივდივართ მანგლისში? მანგლისში მივდივართ ტახზე სანად. ირაკლი, თუ ხურწაო ტახზე სანადიროთ, მე ხო აკრძალულმა ხალხგარეთ გავსვა. მოიცა დათო რა პრობლემაა, რა მოგივიდა? იმ დღეს უყურებდი რაღაც ახალი კანონ პროექტი უნდა მიიღონო, რომ მანგლისი გახდება მთაწმინდა კრწანისის რაიონიო. კი, მთაწმინდა კრწანის. ხო. ესე იგი თბილისში მიდიხარ სანადიროთ, რა თბილისი იქნება მანგლისიც. ანუ შემიზერდო. როგორ არ შეგიძლია? ოღონდ ძალიან გთხოვთ რა, ლაშიკო. ცოტა ნელაიარეთ, იმიტომ რომ ისაო წუთი-წუთზე უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და იქნებ გზაში დაგაწიონოს. რა კაია, ეს იგი შემიძლია. დავა ეხა ჩემ თავს. მიდი, ტოფინა, ნახე. სადაა ჩემ თვი? აუ! რა? აუ! ამის თოფი. სულ არ მithავს, ხო? არა. სამართალდამცავები იყვნენ მოსული. ხო, ამოიღეს ეს თოფი. აბარა, ნასამართლებ კაც სახში თოფი რო. რა ხარ ეხა მე? რა გამოგეთ რითვინათი რომ? ხო გახის ლურსნიანი ჯოხი და. გამოგდა მე წაიგე ტყეში ის ლურსნიანი ჯოხი და ასე გამოასუფთავე ტყეს გირჩების გალიბის გადე. მოდი აღარ შებილია შენი წუწუნის და ზუზუნის ატანა ყველაფერზე. მოდი, აჰა, აგერდებ შენი თოფი. მასხარა რა. ჩავალ მე კომოთ რაღაცებს. და აი მოვალეხავე. გასაგება. დარეკე შენ, დარეკე. აჰა. ალო? ჯემალი ხარ? ჯემალ! მომისმინე, მოდიან ახლა ესენი მანგლისში. შენ შემოგევლე დახვთი რა მანგლისის შესასვლელთან რა, სადმე არ გადაუხვიონ და მიაცილე იქამდე, ხო? ხო. ვახ, შენ შემოგევლე, კაი კაცი ხარ. რაქენით იშოვე დღორი? აჰა, კარგია. ის არის დიდი ღორია? ხოსუშავია? გარეულ ღორს გაავს? ხო, ავი ხო არ არის? ხო, ისა, ჯემალ. მომისმინე, ეშვებზე რა მოიფიქრეთ რაკენით? არ უმაგრდება ეშვები. არაუშავსო, ხო, არაუშავს რა, არ ქონდა ვითომ რა. ხო, კარგი ჯემალ, მოდიან და ძალიან გთხოვ რა დახვდი, ხო? ხო, კაი გენაცვალე, კარგი. ესე იგი, ხო. კარგი ღორიაო? კარგი, არაჩვეულებრივი ღორიაო? ხო და ერთია თუ ორიაო?
კაცო მე რა გჭირს კაცო შენ? გებრიელიო, რა ვიცი მე, ქატოზე გვყავს გაზდილიო და რა ვიცი მე, გებრიელი იქნება. ხო, მართლა ეხა შენ არ დაგავიწყდეს. იქ რო ჩახვალთ. იმაში ნომერი ქვია თუ რა ქვია იმას იქ რო იჯდება ეს. ხო. შენ უნდა ანიშნო ამას. რო გამოუშვას ეს ღორი, უნდა დაუსტვინო. სამჯერ უნდა დაუსტვინო და გამოუშვებს ჯემალი ღორს. აჰა. აუ ირაკლი, მაინც ნერვიულობ. რა განერვიულობ? რა ვიცი ხო დათოს ამბავი შენ და. პირდაპირ მკვდარი ღორი რო დაუგდოთ რა. ვერ ახარ ხო შენ? ჰა? პირდაპირ კუპატი დაუგდოთ მაშინ. კუპატი, ანტრიკოტი, ისა რა ქვია და რა ქვია იმას ბეჭი პირდაპირ და უთხრათ რომ ისე მაგრა გაარტყი რომ დაყარა ღორმა თვითონ ყველაფერი. რა ვიცი ირაკლი, მე მაინც ნერვიულობ. ხო იცი ხარ, შეიძლება ააცილოს იმან. ააცილოს და იცი რა ვქნათ? რა ვქნათ და სანამ ის გამოუშვებს ღორს, უთხრათ რომ დაჭრას მაინც და ისე მაინც გამოუშვებს, ა? ვერ ახარ ხო შენ? ჰა? ვერ ახარ, რა დაჭრას, კაცო, რა დაჭრას? ის ღორი დაჭრილი რო წამოვა, სანამ დათომდე მივა. რომ მოგტეს გზაში, ეს ხო მიხვდება კაცო, სანდრო ხო არ არის, დათოა, რა მოგივიდა შენ კიდე რა. ჩამეყრება წყალში ეს გრანდიოზული ისა, რა ქვია, არქიტექტურა იდეების. ისე ირა უფრო მაგარი ჰა ირა თოპი მივცე თვითონ ღორს ხო და დათოსთან რომ მივა თავი მოიკლას ვერა ვარ ხო მე რაღაცა კარგი ბოდიში მომისმინე ახლა კიდევ მნიშვნელოვანი ამან შემთხვევით ხბოს რო გაარტყას და დიდი შანსია რომ ამან ხბოს გაარტყას უთხარი რომ ნიამორია თქვა კარგი ირაკლი რა ხბო ხო ეყოლება ნანახია რა ვა შენ რა მოგივიდა კაცო რა გჭირს დღეს ხბო კი ეყოლება ნანახი მაგრამ ნიამორი ხო არ ყავს ნანახი და რა გჭირს რა გენაღლება უთხარი რომ ნიამორიაო ერთია თუ ორია ვა კარგი ხო ეხლა რო შემოგწხებ ერთ აქედან და გაგწხებ აქ მეორეს მერე გალაკრებაშენ ერთია და ორიას რა აქ რა ხასიათზე ხარ რა მოგივიდა კაცო რაღაცა ისეთი აი მოვიდი ხო მოხვედი საგზალი მოიტანე და თუ ჩა ცოტა ძალიან ცოტა არ გეყოფათ ეგ კაცო რო ვერ მოკლათ ვერაფერი ამას მოშივდება და მერე თქვენ დაგერევათ რა არ მოკლა რა აგინახო თუ არ მოკლა ახლა მაგე შენ თვალით აქ რომ მოვიყვან ტახს მე დაკავშე მოიყვანე ოღონდ შენ შემოგევლე მკუტარი მოიყვანე რა ცოცხალი ტახი არ მოიყვანე ხო ხედავ სახში ადგილი აღარ მაქვს არ გჯერა რომ მოკლა გია დაგენიზლო არ მინდა დანიზლავება მოდი და მენიზლავ არ მინდა დანიზლავება არა დამენიზლავება ვაიმე ლაშა დამანებოს ეხლა ამან თავი თორე დავენიზლავები და ვერ მოკლავს ნახვა კეთება წაწოვიდა ხოლაშა რა ვქნა ვაიმე გაჩუნდით ამა გაჩუნდით ორე გასკდა გული გასკდა ბახო ვაიმე სასიძე დავკარგეთ, ვაიმე დამრჩა ჩემი დამხელა სახლში მარტო. ვაიმე რა უნდა ქნა, ჩემო დაო, მაგრამ შენ არი ნერულოთა ჩემო თამრი რაღაცა იქნება, რაღაცა გვეშველება. სამზარეულოებს გავაერთიანებთ და ერთი დიდი სამზარეულო გვექნება. მარტო ხელა ქალს ამხელა შემოსასვლი დამხელა მისაღებიც რა ადგინდა, შუაზე გადავტიხროთ, ნახევარი ჩვენსას მიუღოთ და მეორე ნახევარი გავაქირაოთ. ესეც ცალკე შემოსავალი იქნება. ვახო! გამეთხაპნა? დააპროექტეს. ვაი. დებოლვოებო. სანამ თქვენ ამბინას აპროექტებთ, მე მანამდე ქუდს მოვძებ. მართლა კეთებან, ჩემი ქუდი სად არის? სანადიროდ მივიდივარ და დამჭირდება. რა ვიცი, ხლა მე ქუდის ნერვები მაქვს, არ ვიცი მოძებნე სადმე იქნება, ვაიმე არ ვიცი. სად. თამარ მაპოვნინე, მე შენ ვახოს გაპოვნინებ, თამარ. ამის ნერვები არა მაკეთინო, გავავრამ.
რა ამბავია? რა ხდება? შემობრძანდით, დაბრძანეთ ბატონო საშა, დაბრძანეთ. ეხლა პრეტენზიების დრო ნამდვილად არ არის ჩვენს ოჯახში, უბედურება დაგვაყნა თავს. ვაიმე ეს როგორ დავკარგეთ და ეს როგორ დამეკარგა? თქვენც გაიგეთ ჩემი ამბავი? რა ამბავი ბატონო საშა? კოსტუმა დავკარგე. კოსტუმა დაკარგე? ჩემი კატა. წავიდა და არსად არ აჩას. ვა! ისე ბატონო საშა, არ გაგიკვირდეთ ცოტა ხანში თუ უკრაინელი კატა მოგადგათ კნუტებით. არ გაგიკვირდეთ. კუც მოძებნი, კუც. კუდი დავკარგე მეც და მოძებნი, ხო? მოდი სანდრო. გამარჯობა ლაშა, გამარჯობა საშა. კარგად გამომივიდა, მაგრამ დასამშვიდობებლად მოვედი. სანდრო. დასამშვიდობებლად თუ დასამშვიდებლად მოხვედი? ბატონო საშა, როგორ არის ახლა იცით? სალომეს ხო დავშევდი. ლონდონში ხო მივდივარ საცხოვრებლად. ხო და მაგ დროს რომ მოდიან, რა უნდა თქვა, დასამშვიდობებლად თუ დასამშვიდებლად? გამოსამშვიდობებლად, სანდრო. გამოსამშვიდობებლად. გამოსა. ვიპოვე რა, როგორც იქნა ვიპოვე. რა, კოსტუმა? ხაიმე, ვახო იპოვე? განძი? კუდი. გამარჯობა ბატონო საშა. გამარჯობა სანდრო. გამოსა. თამარ. უნახავს. ვაიმე. ბატონო საშა, ბოლოს როდის ნახეთ? ამ დილას. ამ დილას? ტელევიზორს უყურებდი. ხო. ფეხებთან მომიცუცქდა. მერე დივანზე ამოვიდა. დივანზე ამოვიდა. მოვეფერე. თვითონაც მომეფერა, ჩამეძინა და რო გავიღვიძე აღარ იყო. ვაიმე, დავიღუპე, ქეთინო. დაწყლადი, კოსტუმაზე, კატაზე ამბობს, კატაზე, კატა დაეკარა. აბა თამარი ვიზე ამბობდა. ვახო დავკარგეთ, ვახო სანდრო, ვაიმე ვეღარ ვპოულობ, ვაიმე. დღეს დილით აეროპორტში რო ვიყავ ბილეთის საკითხად, იქნატე ვახო. კი მითხრა, არავის არ უთხრა აქ რომ ნახეო. ვაიმე, ქეთინო. ვაიმე, ინტერპოლში დარეკე, ქეთინო, ვაიმე, ცუდად არის. ბატონო საშა. აგე ვახოს თამარი მოძებნის, კოსტუმა საშა, მე ვინ მომძებნის. ხევკაცო. სანდრო, მე თუ ადრე ჩამოვედი მანგლისიდან, ხო? გაგაცილეთ მე ინგლისში, რა ვქნას? ლაშა მიდის მანგლისში, გამაცილებს ინგლისში. რითმა მანგინგ, კარგი ლექსი გამომივიდა, მაგრამ უნდა წავიდე. კარგად. რა ჭკვიანი იყო. რძეს დალევდა. ფეხებთან მომიცუცქდებოდა. მომეფერებოდა. თქვენ ჩემი უნდა გენახათ რა ჭკვიანი იყო. ესე დაალაგებდა სახლს, მე დარეცხავდა ჭურჭელს, რძეს დალევდა, ფეხებთან მომიჯდებოდა და მეფერებოდა. სავალ ნახავ იქნებ ეზოში დავინახო. ეზოში ნახეთ, ეზოში გადაიხედეთ, ეს იქნებ ეზოში იყოს, ეზოში გადაიხედე, ეზოში პანჯარაში გადაიხედე. თამარ. იმან კოსტუმა დაკარგა. შენ ვახო დაკარგე. ორივემ საყვარელი არსება დაკარგეთ. ახლა ორივეს ნუგეში გჭირდებათ და თამარ, შვენიერი ბიჭია. შვენიერი ბიჭია თქო რა, შვენიერი რა. კარგი! რა იყო თამარ? ეთოთ ირაკლი, კარგი რა, რაღაცა უთხარი რა დაელაპარაკე. ვაიმე, შემეშვია რა. მე თუ შეგეშვება, მე ვინ დაელაპარაკე. ანა, ძალიან ხო არ შემიძლია შენთან და სანდროსთან ლაპარაკი. რა ხლა კაცი ხარ? ვაიმე, ძალიან ხო დამანებე. დამანებე თავი ანა. დაელაპარაკე, გიხოცები, მე ხარ და. ვის უბედო? მიდი ხა დაელაპარაკე შენ. უგრე შედავას. სანდრო.
არ წახვიდე დარჩი რა. არა, უკვე რა გინდა სანდრო ლონდონში გადაიფიქრე რა. გადაწყვეტილი მაქვს, უკვე უნდა გავფიქრდე. მინდი. გამოდი კაცო, გამოდი. სანდრო, მომისმინე რიცუთი რა. გადაწყვეტილი კი გაქვს, სანდრინიო, გენეძელი. მაგრამ უბარგოთ სად მიდიხარ? ვარგი არა, მაგრამ დარდიმი მაქვს. აი, პირველი მიზეზი, რატო ვერ გაფრინდები სანდრინიო? ამ ხელა დარდს ამ ტიპის თვითმფრინავში არ აგატანინდა. შენი ხუმრე და მე მართლა ცრემლებით გემშვიდობები. აი, მეორე მიზეზი, სანდრო, რატო ვერ გაფრინდები ცრემლებით კი გემშვიდობები, მაგრამ ამ ტიპის თვითმფრინავში სითხის ატანა არ შეიძლება. დარჩი რა ძალიან ხარა, ჰა, სანდრო, გენცელი. არა, უნდა გავფრინდე. ვაი, მე ირაკლი, ქენი ახლა რა მეთქე მართლა გავგიჟდები ახლა. ანანო, შენ არ ინერვიულო. პროფესორს ყოველთვის აქვს სათადარიგო გეგმა ასეთ სიტუაციებში, გაიგე ანანო? რა? თბილისი, სტამბული, ლონდონის რეისი გადაიდო. ნეტარატო აბა გადაიდო. სტამბული, ლონდონიო გადაიდო. მოჩე გელა სათქესა. მადლობა ირა, მადლობა ერთი ადგილით წინ წავიდე. სანდრო, არ წახვიდე რა დარჩი, რა გინდა ლონდონში, გადაიფიქრე რა. ვაიმე, იცი რა მოვიფიქრე სანდრო, იცი მაშინ რა ვქნათ, შენ რო წახვალ, მე აქედან შემოვალ შექვეცნობიერში და არ მიგატოვებ სანდრო, ვილაპარაკებთ ხოლმე მარტო კი არ. ვაიმე, სანდრო, შენ შემოგევლე ცოტა პატვის თუმცა ესეც წაიყვანე რა. წაიყვანე რა. ის ქეთევანი სადღაა რა, ხო მოდიოდა რა, სადაა ქეთევან. მოდი თორე წავასაცა და არ უნდა დაემშვიდობო. მოდი. მოიცადეთ. ბაბატიეთ შემაგვიან და დაცვის უფროს დავუტოვე ვახოს სურათი. თუ სადმე დააპირა წასვლა არსად არ გაუშვებენ. ქეთევან, სხვა გზით რო წავიდეს? ვერსად ვერ გაგვექცევა. წითელხიცი უზაკონტროლებს სარფს რამიმი. აჰა. ლარსზე კიდე პუტინი ყავთ გამაგრებული და. სად წავა? ქეთევან, იცი რა შეგნებოდი ახლა სანდროს რომ დარჩეს, ნუ წავა რა უნდა ლონდონში გადა. ყველას გული დაგწყდება სანდრო, ხო დაგწყდება რა გული. დაგწყდება, გოგო. გავგიჟდები, გადავირები, დავწყდება, მაგრამ გადავირები, დავწყდება, გავგიჟდები. რა გინდა? წავალ მე იქ მოვეწყობი კარგად და მე თქვენ საგიყვანთ. ჩვენ წაგვიყვანთ. არა. ჩვენ ნუ წაგვიყვანთ. ჩვენ არ გვინდა წაყვანა სანდრო. ნუ იცი აბა ვინ წავიყვან? ეს წაი. მე ყველაფერს ხედავ, ყველაფერი მესმის. ყველაფერს ხედავ. აი მე რა ვქნა. მე რიგიც მოვიდა. არავის არ ჭირდები მე ირა, არავის არ ჭირდები და წავა. რა სამბობ სანდრო, როგორ მე მჭირდები სანდრო? იცი როგორ მჭირდები? ქეთევან, მე უთხარი. მჭირდება, თუ წავა გავგიჟდები, გადავირები. თვითონ გადავალ, მე ხლა ვახო მჭირდება, თორემ დაეკრა ჩემს ოჯახი. მეც მჭირდები სანდრო, მეც. ახო. მეც მჭირდები სანდრო, მე. ყველაზე ძალიან მე მჭირდები სანდრო. არ წახვიდე დარჩი რა. სალომე? სალომე. მაბატიებ? კი სანდრო, ყველაფერს გაბატონებ. მაბატიებ, აბა ის ხარო გავიწნებაო? მე რა სანდრო, მე ეგეთი მეყარხარ როგორიც ხარ. უყურადღება და გაფანტი. შტერი უპასუხისმგებლო. ხო. მაშინ დავჩები, აღარ წავალ. მაგრამ პრინციპში ვერ წავიდოდი რა. ხო, იცი ეს ბილეთი ძველია, მაშინ ლონდონი დავჭა. გვატყუებდა. ახლა ირა როგორ გაგაცურე? გვატყუებდა, ყველას გვატყუებდა ეს ჩვენ. გაგვაცურე, სანდრო, მაგრამ აქ თავის წესები აქვს აეროპორტში. რიგში რო დგახარ, მაინც უნდა გაფრინდე, ახლა მოგიტანენ ახალ ბილეთს. უნდა გაფრინდე. აუ, არა რა, ირა. სალომე არ გამიშვა რა. სანდრო, ეს რა რომანტიკული ყოფილხარ? ვაიმე ანანო, როგორ გიჭირს და როგორ ვერ გშველი, როგორ გული მიგვტება. წამოდი გზაში, მე შენ განახებ რომანტიკას, წამოდი სახში.
ვახო ხო არიცი, ვახო არიცი. გამატარეთ მიფან ნახარადე. ვახო არიცი სად არის? ვახო. სად გიპოვო ამ ხელა აეროპორტში? ვახო. ირაკლი, გადართე რა იმ ფილმზე რა? კარგი რა, მარიკუნა რა ნანახი მაქვს. მართლა? ხო. როგორ თარდება? მღერიან ბოლოს. ირა, რესტორანში გეპატიჟებით ყველას. ვა, რაკენი დათუჩა ფული იპოვე დღეში, ჰა? მაშა, განუმარტე. ირა, გაგიკვირდება? მოიცა, დავჯდები და ისე მოგისმენ. კი. არ წავიქცე. მიდი. გაგიკვირდება ირა? აჰა. და დათომ ტახი მოკლა. აბა? ტახი მოკლა? აბა. მერე სად არის ტახი? სად არის და რესტორანში დავტოვეთ, გაასუფთავებენ, გაამზადებენ და საღამოს ყველანი მივდივართ. მოიცა, ავდგები. ვა! ჩემი დათუჩა. ნახე? მოგეუნებოდი, მოკლავს მეთქი. ვერ მოკლავს. აი თუ ვერ მოკლავს, ნელი იყო დათუჩა, ჰა? არა. რა ძნელი ხა, დამწყები მონადირე ხო არა ვარ არა? დათო, მოყევი რა როგორი ნადირე. როგორ? რა კაი ყოფილიყავს ეს და? აბა. საინტერესო, ძალიან საინტერესო. ესე იგი როგორ მოხდა ისი? აბა. კარგ ნომერში ჩამსვეს, და წავიდნენ მარიკები. 1 5 ხო ხოლმე შტო. კი, 5 მარიკი. საღორიდან ღორის გამოდევნას კი უნდა 5 კაცი. რა? ჰა? რა თქვი? ვინ? შენ. სად? არაფერი, მარეკები 5 იყვნენ, ხო? მარეკებიო და ხო, დაგემოწმა ლაშა. ხო, 5. ისე უცნაური მარიკები კი იყვნენ, საგმოვდა, რატო იცი? წინაზე რო ვიყავი სანადიროდ, წასული. ხო, აბა. მაშინ იყვნენ სხვანაირი მარიკები, ესე იგი, გავიდნენ გამოსარეკად, ხო, იმის ტახის, ხო? ატეხის ყვირილი და სროლა. მაშინ. ხო, და ამათო ნომერში დამტოვე. ხო. სისილი დაიწყეს და ეს სისილით მიდიოდა. მარეკები. ეს არის ნამდვილი ნადირობა, ესეთია, ბატონო. ეს არის წმინდა მაგლისური ტრადიცია არის ესეთი. მერე, ოკეი. არაფერი, ტრადიციაა მანგლისში. ყველგან თავის ტრადიცია აქვს ნადირობით. ხო და მოკლედ ჩუმად ვზივარ ნომერში. ხო და უცბად დატყდა სტვენა. სტვენა ატყდა უცებდა. თურმე ტახსონია მარიკებმა მითხეს. ტახსონია დაძაბულობის ნიადაგზე იწყებს სტვენას. ესე იგი ეს უსტვენდა, ღორი უსტვენდა, ღორი, ჰა? რა ღორი? ტახი, ხო? ტახს მოგცე მე შენ. რა თქვი? არაფერი რომ მოკალი, ტახიო იმ ტახს მოგცემოთ ხო რესტორანში. ხო, არა, მაინტერესებს ისე კარგად ყვები, ხო ვიყავი ახლა იქ მარიკა, მაგრამ აი ისე კარგად ყვება, რომ მერე და მიდი. ხო, მეც ძალიან მაინტერესებს რა, რაღაც დაგიმოვთ. მე საკმაოდ ისეთი ჭკვიანი ყოფილა თურმე ეს ტახი. ძალიან ჭკვიანი ცხოველი ყოფილა. ნომერში ხო ვიჯექი შევთანხმდა უცბად, ხო კიდე რა მოხდა? შევამჩნე რომ სიმინდი იყარა. სიმინდი ეს ნომერში? ნომერთან. აი ზოლად იყარა და გავიხედ და რა ვხედა კაცო არ მოდის ეს ტახი და არ ჭამს ამას ჩუმჩუმად ისე ხო თქვა მოდის და არა როგორც თქვი შუბუტე ენაცვალე დავაგდე ქვია ადგილზე ეგრე ხო კი ეგრე სიმინდი ამას რა ვიცი გლეხს დაიყარა ალბათ ხო ალბათ სიმინდი გლეხს დაიყარა შემთხვევით ვინმე ჯემალას ჯემალომი ვინ არის? ჯემალა თქვი ხო? სადა ჯემალა თქვი მე? ჯემალია თქვი ხარ? ჯემალი ხო შეიძლება გლეხ ჯემალი რქმევა? კი როგორ არ შეიძლება ჯემალი რო ერქვა? მივარაუდე კაცო. ხო. ისე ერქვა იქ ერთ ჯემალი. იმიტომ გამიკვირდა ეხლა. დედა რა საოცრება რა. არა ნუ სასწაულის მაქვს რა ეწინათ გძნობა. ხო. ხოდა ისე ყველაზე ბოღმიანი ჯემალი იყო სხვათა შორის მათგან. რატო მარტო მაგას არ გაუხარ და ტახი რომ მოკალი? შეშურდა დათო. შეშურდა რომ მოკალი და იმან ვერ მოკალი. ხო, მაგას ამბობ ხო. დასდათ ფოტოები გადაიღეთ. აი ნეცელი. აი მოდი. ეხა ეს არის სანადიროდ
წავედით იქ 1-2 ჭიქა დავლიეთ. ვინ მოძგძელეთ? დალი. დალი, ხო, დალი ვატეძელეთ და დალი ვატეძელეთ. ნადირობის ქალღმერთ. ხო, და მე აი. ხო, და ეს უკვე ტახი რომ მოკალეთ. შემახედებ კაცო მეც. ასე ტახი რომ მოკალეთ უკვე. მანახე ტახი, კაცო, ვა. აჰა. ნახე რა მაგარი ღორია. ღორი არა, ტახია. ტახია მაგარი. ტახი ღორი არ არის კაცო, რა მოგივიდა შენ. ტახი გარეული ტახი, რა მაგარია, ნახე რა. აი ეთყობა კატოზეა გაზრდილი. რა კატო ირაკლი, რა კატო. ვერ ახას შენ კარგად რა ირაკლი და რა ყოზიას გაზრდილი. გარეულია. ო, გარე ისეთი გარეული იყო, აი ისეთი გარეული იყო, რომ დათოს ხო, რო არ მოერტყა. ტახისთვის. ხო, ტახისთვის. მე-4 ცდაზე ხო გაგფლითავდა ყველა. ხოდა ეს ტახი ხო იყო იქ ტახი უი კიდე რა ვნახე იცი ნიამორი ნიამორი ნახე. ხო, ნიამორი ნახე, რომ მოდიეთ უკვე, რომ მოდიეთ, გზაზე გადაირბინა. მე მეგონა ხმო. ამა მითხრა, ნიამორია. და გაიქცა მოსობაში ვერცესორი და ლაშა. მართლა ნიამორი ნახე? კი, მარიკა, ისეთი როგორი ისეთი ნიამორი იყო. ძალიან ხო ლამაზი. არა, ნიამორები ლამაზები არიან, კი, ძალიან. და ძალიან მიხარია, თქო რომ ესეთ კარგ ხასიათზე. ძალიან კარგი ხასიათზეა, ძალიან კარგი. ეხლა კიდე რა უნდა ქნე, იცი? მითხარი. ტახის თავისგან უნდა გავაკეთებინო ფიტული და აქ დავკიდებ სამი. არა, დათო, ბავშვებს შეეშინდებათ რა სამბო. არა, რატო? არა, რატო მარიკუნა, არაჩვეულებრივია. გახსოვს ლაშა მე რო გეუბნებოდი, რამაკლია სული ბედნიერებისთვის ნეტა რამაკლია თქო. გახსოვს, ახლა მივხვდი ღორის თავის ახ. რა ღორი, ტახი. ტახი, ხო, ტახი, ღორი ტახი. ტახი ღორი. ტახი, მარტო ტახი. მიშელეთ მეზობლებო. ვახუნა ვერ ვიპოვე, სად არის? ვერ პოულობ ვახო. არ გამოჩენილა ვახო. ვახოს ვერ პოულობ? ვერ პოულობ ვახოს. აი, სამაგიეროდ ამათ ნიამორი ნახეს. გამიხარდა ძალიან. ხო, ძალიან. თამარ და იქნებ მათეს გარაშია ვახო. იქ იკრიბებიან ხოლმე ეზოს ბიჭები და სამენ ვუც. ვიცი, მარიკა ვიყავი ჩასული ვახო არ არის. საშას კატა იყო მარტო. ხო. მოიცა კოსტუმად სვავდა? არა, თევზს ჭამდა მარტო. ხო. ვაიმე, გამიშველეთ ხალხო, სად იქნება ვახო? თამარ, რა მოხდა რა? მე როგორც ფიქრობ, ვახო არ იქნება ჯერ ქალაქიდან გასული. არ იქნება გასული ქალაქიდან, ამიტომ დათო, ჩავკეტოთ ჩვენ რუსთავთან გზა. ჩავკეტოთ. მე და დათო მოვიყვანთ მარეკებს, კარგ მარეკებს მოვიყვანთ. ხუთს კი. მოვიყვანთ კარგ მარეკებს და დიღმიდან დაუყვებით ესე. კარგით, ხალხო, ხალი ჭკუაზე არა ვარ, ისე განვიცდი და ვნერვილობ. თქვენ კიდე რა შედით ჩემ მდგომარეობაში, ხალხი არ ხარ? არა, რატო რა? ხალხი ვარ, ყოჩაღლაშა მართალი თქვა. ვაიმე, ისეთი მარეკები მოვიყვანო. ისეთი მარეკები რომ პიტავენ მაჩის ბიუროში ამოგიხტუნებენ ვახოს. კარგი, მაგრამ ვახოს ვერ პოულობ, ხალხნო რა ვქნა? ვერ პოულობ, ვახოს ვერ პოულობ? ვერ პოულობ. ვახოს ვერ ვახტანგს ვერ პოულობ, ჩემ ვახუშტის. მანახ ერთი სურათი ისევ სათვალე ხო არ ეკეთა იმ ტახსა? რა უდროუდროს იცი სამ კაცმა ეს ხუმრო? ხო, რა ვიცი, ეს მიყვარს ხო? გაქნა ეხლა, რა გავაკეთო? შედით ჩემ მდგომარეობაში, ხალხი არ ხარ? აცო შესულები ვარ მეც გითხარი და რა გავაკეთო მეტი? იქ ვარ უკვე, იქ. ირა. თამარი არ გინახა. აი, ვახო, სად იყავი ვახო? თამარ, სიურპრიზი მინდოდა შენთვის გამეკეთებინა. მაჩის ბიუროში ვიყავი, ქორწილის დღე დავნიშნე და რესტორანი დავჯავშნე. ვახო, სანდრომ დაგინახა აეროპორტში. აეროპორტში ვიყავი თამარ. ბილეთები ვიყიდე. ქორწილის მერე მე და შენ 10 დღე დავისვენებთ ეგვიპტეში.
უნდა ესე? თქვენც კაი. აი, შემაიმუნო შენა. კაი ბუღმები ყოფილხართ თქვენ. ვახუნა ჯიმი, ვახუნა, ვაიმე, ვახო როგორ ვოცნებობდი აფრიკაში და ასენებას. ვახუნა, მაშინ გაკეთე ვახშამი გემრიელი დილით. ვა, მართლა რა? კვერცხი შეგიწვი. წამოდი. აბა, დიდი მადლობა მეზობლებო გვერდში დგომისთვის. ცოტა ბოღმები კი ყოფილხართ, მაგრამ ავიდა. სამაგეროდ ამათ ნიამორი ნახეს. შენს უგაგაგიჟეს ორი შვილის დედა. ისე მეც დიდი სამომდებით წავიდოდი აფრიკაში ლომზე სანადიროდ. შენი ჭირიმე ახლა აფრიკაში არ მაძებნინო ჯემალები და ნაცნობები. აიღეთ ვინმე არ ვარ მე სახში რა. ძალიან გთხოვთ რა. დათო, აიღე არ არის ირაკლის სახლში. დათო, მე ვერ ავიღებ ახლა, აბა მე რანაირ. ალო. ბატონო. ირაკლი არ არის სახე. არ არის არ. ვინ კითხულა? ჯემალი? რა გადავწე? დათო, რა მოხდა დათო? ირაკლის. ლაშა. ჯემალი იყო ბიჭო. ხოდა? იმ ბიჭისთვის ხორი რო იყიდეთ და რომ ვაკლებინეთო, წვერებიანსო, იმის ფულს როდეს გადაიხდეს. მე მიგეთებ მაღაზია. იხუმრა ალბათ ჯემალი. კარგი რა დათო. კარგი რა მოგივიდა, რა მნიშვნელობა აქვს დათუჩა, ხო მოკალი ღორია რა. კარგი რა ირაკლი. მეც არა ვთქვი თოკის ზატო აქვს ეთქებზე. სალომე ასეთ სიურპრიზებს მიკეთებს სულ ჩემი ვახუნა. ხო და ეს საგზურები მიყიდა. რა კარგია, თამარგი ლოცავთ, აუცილებლად მოვა. ხო ჩახლა, ვახო, რა კარგი სიურპრიზი გაგიკეთებია. ხა ხო და კიდე იცი რა სიურპრიზებს მიკეთებ? იცი რა ქნა ცოტა ხნის წინ ჩვენი ერთად ყოფნის იუბილეი იყო და დილით ესე ვარდების და ესეთ ყვავილების ბილიკი დამახვედრა გამიკეთა. მე ეს ამას აქვს უშრეთი ფანტაზია. ცუქუ რაღაცებს მიკეთებ. რა კარგია. ჩემი სანდრო კიდე დამპირდა რომ უფრო ყურადღებიანი გახდება. ისა ჩვენი იუბილეც არის დღეს. ვაიმე სანდრო გილოცა. მადლობა, რას მილოცავთ? სანდრო, დაგავიწყდა? დღეს ხო 2 წელი გავიდა, რა ჩვენ გავიცანით ერთმანეთს. აუ, სანდრო, ხო დამპირდი არა.
მადლობა. სანდრო რო გაჯობებს. მოგამიკეთე ბილიკები, გამატარე. მერე გასწავლი.